That's like No, ეს არის ცხოვრება. Mambe. გამარჯობა, მოგესალმებით, მე მქვია თაცული. ვინც მიცნობთ და მიყურებთ ჩემი პოდკასტის შესახებ ისედაც იცით და ვინც არ მიცნობთ და პირველად ხართ ამ ეპიზოდზე, შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ ეს პოდკასტი არის ზოგადად ადამიანებზე, ცხოვრებაზე, არ ვიცი, ხელოვნებაზე და ნუ ყველაფერზე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ეს ბოლო პერიოდი არის არ ჩამიწერია ახალი ეპიზოდები, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, რომ ისევ ჩამეწერა ახალი ეპიზოდი და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის დათო გორგელაძე. დიდი მადლობა, რომ მოხვედი და ხარ ჩემი დღევანდელი სტუმარი. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. ხო. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ რასთან დაკავშირებით შევეძლო რომ გველაპარაკა, იმიტომ რომ ვინც არ იცით, დათოს თავისი გადაცემა აქვს, გორგელაძის აუტარელი სიმსუბუქე. და ამ გადაცემაში ბევრ ისეთ თემაზე გელაპარაკია ისედაც, რომ ვფიქრობდი, რომ რა შეიძლება იყოს საინტერესო და ცოტა განსხვავებული, რაზეც შევძლებთ რომ ველაპარაკოთ ჩვენ. და შემამჩნია, რომ ძირითადად იქიდან გამომდინარე, რომ შენ ხარ ჰოსტის, ანუ წამყვანის როლში, უფრო მეტად ხდება ხოლმე აქცენტი სხვა ადამიანებზე, შენ სტუმრებზე. და დღეს, რადგან მე ვარ ჰოსტი, გადავწყვიტე, რომ აქცენტი მოვხდინო შენზე და თუ შეგიძლია მომიყვე როგორ დაიწყო შენი კარიერა ამ სფეროში, რამ დაგაინსპირირა იმისთვის რომ ეს გადაცემა გაიკეთებინა და ზოგადად რამე მოგვიყევი შენ შესახებ. ხო, მე ვარ დათო გორგილაძე. ალბათ მე ჩვენ შენობით გადავედით. ალბათ მე და შენ ასაკობრივი თვალსაზრისით ალბათ სხვადასხვა ასაკის აუდიტორია გვყავს, ხო? შენ რამდენის ხარ? 23-ის. 23-ის. ხო, ალბათ უფრო მეტად ახალგაზრდები უფრო ჯენზი გიყურებენ. ხო და ლოგიკურია, რომ არ იცოდნენ, მე ვარ დათო გორგილაძე, ჟურნალისტი. ჟურნალისტ როცა ვამბობ, იმას კი არ გულისხმობ, რომ ჟურნალისტობ. მოცემულ მომენტში ჟურნალისტიც აღარ ვარ, იმიტომ რომ მითქმის, რომ ვარ კონტენტ კრეატორი. შენ მსგავსად. მაგრამ განათლებით ჟურნალისტი ვარ და პროფესიითაც მაგ საქმეს ვაკეთებ პრინციპში. ჟურნალისტიკა ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მე მინდოდა რომ ყოფილიყავი მწერალი. და ვიფიქრე, რომ ყველაზე ახლოს ლიტერატურასთან, ამბების მოყოლასთან ალბათ იყო ჟურნალისტიკა. ამას სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ სინამდვილეში ეგ შეცდომა მგონია, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ფაქტებთან მიახლოებაა და ლიტერატურა ფაქტებზე ამაღლება. მაგრამ მეორე მხრივ საერთო ბაზისი ორივეს აქვს რაღაც საინტერესო ამბავი, რომლის მოყოლაც გინდა. ამიტომაც ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ჟურნალისტები რაღაც ამბებს მოაგროვებენ, მიდიან მე ამ საქმიდან და იწყებენ მხატვრულად ამბების თხრობას. და მეც ეგეთი რაღაც მინდოდა თავიდან, საკუთარი გულუბრყვილობით გადავწყვიტე, რომ ადრე თუ გვიან ასე მოვიქცეოდი. იმიტომ რომ ეს ამბების მოყოლა, თხრობა ძალიან მომწონდა. დოკუმენტურ ამბებსაც რო ყვებოდი, მახსოვს აი შორეულ ბავშვობაში. ცდილობდი ხოლმე რომ რაღაც მხატვრული ელემენტები დამემატებინა. ისეთი რაღაცებიც, რომელიც ამ ამბავს არ ჭირდებოდა პრინციპში, ჩვეულებრივ ამბავს რო ყვები, რა მოხდა გაკვეთილზე და რომ იგონებ რაღაცებს, რაც საქმეს არც აფუჭებს და არც ეხმარება არაფრით, მაგრამ შენ იგონებ რა რაღაც პასაჟებს უხსნას. ხო და ჟურნალისტიკაში მე მივატოვე ეს საქმე და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სფეროში ვიყავი და რაღაც ტექსტების სარეკლამო ტექსტებს წერდი ხოლმე და მერე დაუბრუნდი ჟურნალისტიკაში დილის გადაცემით, რომელიც თავისთავად არ არის მაღალი ჟურნალისტიკა, ხო, რაღაც აი უბრალოდ ადამიანის ძილიდან გამომყვანი და
კარგი განწყობის შემქმნელი პროგრამაა და ვიფიქრე რომ რა დილის გაცემა მარტო რატო მე მიყვარს ლაპარაკი და თან ისე რომ აი ხო უჩვეულო გარემოში ვარ ძალიან საუბარი კი მიყვარს მაგრამ მე ბევრად უფრო მსიამოვნებს როცა ვიღაცას რაღაც კითხვებს უსვამ ისეთ ადამიანს რომელიც მაინტერესებს რომლიდანაც შეიძლება რაღაც საინტერესო იდეების თუ არა რაღაც ინსპირაციის სიტყვა ინსპირაცია მაგრად არ მიყვარს მაგრამ კი ბატონო იყოს ინსპირაციის წამოღება და ინტერვიუს ფორმატი სტუდენტობიდან მოყოლებული ძალიან მაინტერესებდა და გავაკეთეთ ეგეთი პროგრამა დავარქვით გორგილაძის საუტანელი სიმსუბუქე რომელსაც ხაზი უნდა სათაურს ხაზი უნდა გაესვა შეკითხვების ფორმატზეც ერთი მხრივ მეორე მხრივ გვინდოდა რომ ლიტერატურიდან ან კინოდან ყოფილიყო გადათამაშება იმიტომ რომ ჩემი სტიქია განსაკუთრებით ლიტერატურა და თან გვინდოდა რომ მეც გამოვჩენილიყავი სათაურში და ჩემ მეგობარს და პროდიუსერს მოვიდა თავში ეგეთი იდეა რომ მოდი იყოს გორგილაძის საუტანელი სიმსუბუქე ჯერ ვიცინეთ მაგ სახელზე ოღონდ კარგად ვიცინეთ და მე ვიგებდი რომ რატომაც არა რა ესეთ სულელური სათაურები საბოლოო ჯამში ასწორებს ხოლმე და ეგრე გაჩნდა მე ტელევიზიიდან გამოვყარეს დახურეს მე გამომაგდეს უბრალოდ და გადაცემა დაიხურა და მე ვფიქრობ რომ რა ვიცი ხალხს თუ აინტერესებს და ფაქტია რომ აინტერესებდათ მაშინ მოდი YouTube-ზე გავაგრძელოთ იმიტომ რომ ტელევიზია მაინც და მაინც აღარ გვინდოდა არ გვაინტერესებდა რომ ცადეთ YouTube-ი და რა ვიცი ეხა შენი არ იყოს არც მე მაქვს ხალისი გადაცემების კეთების არა და ვთვლი რომ საჭირო არის მithumetes ესეთ ვითარებაში და ამ კონტექსტში და ამ მომენტში საინტერესო იქნებოდა რამდენიმე ადამიანი მყავს წარმოდგენილი ვისთანაც გავაკეთებდი და გავაკეთებ კიდეც ინტერვიუებს მაგრამ ცოტა ძალა უნდა მოვიკრიბო კი მესმის მაგისი და როგორც ყველაფერი სხვა ამ ჩემ პროექტსაც როგორც შემოქმედებას ისე ვუყურებ და ანუ ყველა შემოქმედებას და ყველა შემოქმედებით ადამიანს ჭირდება თავისი დრო რომ რაღაცნაირად შეამზადოს თავისი თავი იმისთვის რომ რაღაც შექმნას იმიტომ რომ არ არის ეს ანუ არ არის პრაქტიკული საქმე რომ რაღაცა აი იმეილი გასაგზავნი რაღაც გასაკეთებელი რაღაც შესავსები ანუ ეგ შედარებით უფრო მარტივი არის რა თქმა უნდა ყველაფერი შრომატევადი არის და ყველაფერი შრომას მოითხოვს მაგრამ შედარებით უფრო მარტივი არის და მგონია რომ შემოქმედებით საქმეს ვერ დააძალებ შენ თავს რაღაც გაკეთებას აი შეიძლება ცოტა უბიძგო და ოდნავ დააძალო რაღაცები და დაიწყო იმიტომ რომ აი მეც ახლა რაღაც ეს ბოლო პერიოდი რო არ ვაკეთებდი ეპიზოდებს რაღაც რომელიღაც დღე იყო რა უბრალოდ სტუდიაში ვიყავი და ავიღე მიკროფონი და მივხვდი რომ კი არ მაქვს ახლა ამის мотиваცია იმიტომ რომ იმ ყველაფერთან გამომდინარე რაც ხდება ქვეყანაში ზოგადად სამყაროში ანუ თელ მსოფლიოში არეულობა არის რაღაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე და ჩემ ემოციურ ფონზე ძალიან მოქმედებს და აქედან გამომდინარე რაღაც არ ქონდა მაგის мотиваცია მაგრამ ნუ აი რო ავიღე მიკროფონი ხელში მივხვდი რომ ძალიან მომენატრა მიკროფონის ხელში ჭერა და მაქედან წამოვიდა მე ეს იდეაც რომ ჩამეწერა კიდევ ერთი ეპიზოდი. ალბათ წახალისებას ვერ დავარქმევ მაგას რომ საკუთარი თავი უნდა წახალისო მეთქი. მაგრამ ხანდახან თუ ცხოვრებაში გიწევს ადამიანს ესეთი რაღაცების კეთება, რაც მაინც და მაინც არ გსიამოვნებს, არა და ხვდები რომ აუცილებელია. აი მე მაგალითად ხანდახან არ მინდა საერთოდ რომ ავდგე საწოლი. ხო. დიდი სიამოვნებით გადავაბამ რამდენიმე დღეს და მაგრამ ხვდები რომ არ შეიძლება რა. ხო. როგორ არ შეიძლება, მაგრამ ნუ ისეთი არის. მაგით. და რაღაცებსაც ვაკეთებთ ხა რა. ისე რომ მაინც და მაინც არ გსიამოვნებს და რაღაც მომენტში თუ ჩათვლი რომ ვიღაცას ჭირდება ის რასაც აკეთებ, მაშინ თავსაც უნდა დააძალო. მესმის რომ ყველა ეპიზოდი რომელსაც აკეთებ ერთნაირი ვერ გამოვა და მაგალითად ბევრი ისეთი ეპიზოდი გამიკეთებია, რომელიც ჩემ გამო ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ანავე მარცხენა ფეხზე ადექი. ხასიათოდ ხარ რაღაც იქით აკეთ და
შენ წილგასაკეთებელ საქმეს ვერ აკეთებ რა, ის შემოქმედება რო თქვი, კი ეს შემოქმედებითი საქმეა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ რაღაცას აკეთებ, უნდა სადო რომ იყოს სხვანაირი და ახლებური, ხო ეგრეა? იმიტომ რომ აი ხედავ ხოლმე რაღაც ინტერვიუების ფორმატს, ხანდახან მეც კი მერიდება ხოლმე ისეთ ნაცნობ ეპიზოდებს შევხვდები ჩემსას არა სხვისას და ხვდები რომ აი რატო ეხა ინტერვიუს ფორმატი საქართველოში არ მოგონილა და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცას თუ აკეთებ შენებური კვალი უნდა ემჩნეოდეს, რა ცუდი იქნება თუ კარგია, შენი ხმა უნდა ისმოდეს საკუთარი. იმიტომ რომ მოსაყოლი რაც იყო, მოყოლილია ზოგადად მსოფლიოში და ლიტერატურაშიც მოყოლილია ყველაფერი, მაგრამ ადამიანები ცდილობენ რომ მოყვნენ რაღაცას ახლებურად. ასე რომ უდაოდ გეთანხმები რომ ეგ არის შემოქმედებითი პროცესი, რაღაც კადრის განსხვავებულად დადგმით დაწყებული, სადენების გამოჩენით გაგრძელებული და კითხვების სპეციფიკით და მიდგომით. ასე რომ გადაცემიდან რატო თუ შეიძლება ცოტა ესეთი კითხვა არის, არ ვიცი რამდენად გისაუბრია მაგაზე, ესე საჯაროდ, მაგრამ ახსენე რომ გამოგაგდეს ტელევიზიიდან და ხო არ შეგიძლია რომ მოგვიყვე რა მოხდა. ანუ ამ ესეთი კონკრეტული სპეციფიური იყო თუ უბრალოდ რაღაც შეთანხმება ვერ მოხდა? არა, შეთანხმება კაცო გამომაგდეს. ანუ დახურეს გადაცემა. ანუ პირველმა არხში მითხრეს რომ ის არისო რაღაც რეორგანიზაციას ვაკეთებთო, მაგრამ მე რა თქმა უნდა ანუ ჯერა და არ მწამს იმის რომ ეგ რეორგანიზაციის ამბავი იყო. მე მგონია რომ ის რომ რამდენიმე პროექტი გააჩერეს და ისე მოხდა რომ ყველამ პროექტში არა, მაგრამ რამდენიმეში ცალსახად იკითხებოდა გადაცემის ავტორების ან წამყვანების ბრჭყალებში დამოუკიდებლობა და თავხედობა და აზრები, რომელიც შეიძლებოდა რომ არ მოსწონებოდა და არის კიდე მილიონი მიზეზი, რის გამოც არათუ ვფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხო არანაირი რეორგანიზაციის ამბავი არ იყო ეგ, მაგრამ არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ როცა მაგაზე ლაპარაკი არ მიყვარს განა, იმიტომ რომ მერიდება ვინმეს. ძალიან კარგად იციან რა წარმოდგენაც მაქვს თითოეულ მათგანზე. უბრალოდ როცა ეგეთ რაღაცაზე ლაპარაკობ, ძალაუნებურად გამოდის რომ რაღაც თავს იმართლებ, რომ თითქოს რაღაც ისეთ არიქა ვიღაცა მებრძვის და ჩემი გამონათქვამების ან იმის გამომიშეს და საერთოდ არ მსიამოვნებს ვიღაცის წინაშე რაღაცა ვამტკიცო და ან თავი ვიმართლო ან რაღაცა, ასე რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ და მე მგონი იქითაც აქვს ზოგადად. კი, მე მგონია რომ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც სიმართლეს ვემსახურებით და ალბათ ეგეც цота სადაო თემა არის, ალბათ ვიღაცაებისთვის სიმართლე რა არის, მაგრამ ხო ალბათ ვიღაცები ფიქრობენ რომ მათაც თავის შეიძლება ვიღაცები რაც ფიქრობენ ძალიან კარგად იციან რომ მტყუანები არიან, მაგრამ ხო იცავენ მაინც თავის პოზიციას და ამბობენ რომ ჩვენი სიმართლე გვაქვს, მე ხო დარწმუნებული ვარ. რო იციან. მე ხო ვიცი რომ რაც არის და როგორ. ზუსტად მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ანუ ის ადამიანები, ვინც არ იქცევიან კარგად, მოგესე ვიტყვი. სადღაც მაქვს იმის იმედი, რომ იციან რას წაკეთებენ და რაღაცნაირად აი სადღაც მჯერა, რომ აი ხვდებიან მაგ ყველაფერს, მაგრამ თან ანუ თუ ხვდებიან მაგ ყველაფერს, ეხლა ძალიან პოლიტიკურ ფიქრებში წავედი რატომღაც. ანუ თუ ხვდებიან მაგ ყველაფერს, მაშინ ეგ ბევრად უფრო ცუდი არის. ანუ თუ როცა ხვდები რასაც აკეთებ და მაინც აკეთებ მაგ ყველაფერს, ეგ ბევრად უფრო დანაშაული არის ჩემი აზრით, ვიდრე გაუაზრებლობის გამო რაღაც შესწამის დაშვა. ანუ შენ ხა სულელებსა და უსინდისოებს თუ განაშავებს შორის იმას აკეთებ. ალბათ მე მგონია საკუთარ სინდისთან მართალი პირველ შემთხვევაში შეიძლება კიდე იყო და მეორე შემთხვევაში ხა არა. ხო, როცა განგებ რაღაც აკეთებ. მე დარწმუნებული რომ განგეხდება ეგ ყველა. ძალიან ცოტაა სულელების წილი. მე გულისხმობ ვინც მოქმედებაშია. ვისაც ჯერა იქ არის სულელების წილი დიდი.
მაგრამ ვინც მოქმედებაში იქიდან სულელი ალბათ ძალიან ცოტაა. მესმის. და ეხლა ხანს რამდენიმე დღის წინ დაგაჯარიმეს როგორც ვიცი. რასთან დაკავშირებით იყო ჯარიმა? ის манифест შეკრებისა და манифест. გზის გადაკეტვის და კი, უბრალოდ ჩემ დაჯარიმებას დაჭირდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და ხო მე უცნაურად დამაჯარიმებს ხვებისთვის სახში მიაქვთ ან ურეკავენ ან რაღაცა და ჩემი რამდენიმე მეგობარის დაჯარიმეს მაგრამ აი დაურეკეს პროსტო და უთხრეს რომ მოდით და როგორც ვიცი პროცედურა არის რომ დედაჩემ მითხრა იმ დღეს რაღაც არ უნდა მიხვიდე უნდა უთხრა რომ სახში მოგიტანონ და მე უნდა გაასაჩიურო და გასაჩიურებას დიდი ხანი ჭირდება მე რაღაც სასამართლოსაც დიდი ხანი ჭირდება და როგორც ვიცი, ძირითადად მაინც ხალხის სასიკეთოდ მთავრდება ეს. არ ვიცი ხე ამ შემთხვევაში როგორ დამთავრდება ხო სასამართლოს ქართულ სასამართლოს როგორ უნდა ენდო ადამიანი. უბრალოდ ის არის რომ ძალიან ყეყეჩად არ უნდა გამოიყვანო თავი და სადამდე შეგიძლია რომ რაღაცა გამოფიტო და აწვალო და პრობლემა შეუქმნა და რესურსი დაახარჯინო, უნდა გააკეთო, იმიტომ რომ თვითონ თუ გეკცევიან ესე უსამართლოდ და ძალადობრივად და არაფერს არ იშურებენ საიმისოდ რომ გაგანადგურონ ეხლა რა ძალა აქვს ამ ხალხს ხო ჩვენში ხო არაფერი არანაირი ძალა არ არსებობს გარდა იმ სიმართლისა რომლისაც გვჯერა და თუ აი ეგეთი რაღაცით დატვირთავ და გამოფიტო კი ყველამ უნდა გაასაჩივროს იმიტომ რომ აშკარა როცა იცი რომ აშკარად მართალი ხარ აი მართლა რო ხო გქონია ეგეთი შემთხვევა რომ ზუსტად იცი რომ მართალი ხარ და ეგეთ ცოტა მე მაგალითად იშვიათად ვარ ხოლმე რაღაცაში ბოლომდე დარწმუნებული აი ხო მაგას ფიქრობდი ახლა მე კი სულ შემაქეჭვი რომ იქნებ მე ვცდები რაღაცა ამ შემთხვევაში ვარ აი თხემი ტერფამდე დარწმუნებული რომ მართლები ვართ და ამ კონკრეტულ გზის გადაკეტვებზე რო ვილაპარაკოთ მით უფრო და თუ ახლა მაგისი გჯერა რატო დედის რძესავით რატო უნდა შეირგო რასაც ატრიალებენ შეთავზე. ხო უნდა სადო მაინც რომ რაღაცნაირად გაუმწარო ყოფიერება და რესურსი დაახარჯინო. ხო როგორც არ უნდა დამთავრდეს. ამას სასამართლოს როგორ უნდა ენდო? ეგ ერთი. მაგრამ ნუ რესურს ხომ მაინც დახარჯავენ. რაღაც დამატებით მოუწევთ სადღაც მისვლა, დამატებით ის ხდომის ჩანიშვნა მოუწევთ ის მოსამართლე, რომელსაც მანტი არ უნდა ეწოს, მაგრამ აცვია ბედის უღმართობით, უნდა დაჯდეს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული ის დრო მაინც უნდა დახარჯოს, რავი 1 საათი მაინც უნდა დახარჯოს იმ დივანმაც, იმ მანდატურმაც. და ეგრე რა სხვა რა ძალა გვაქვს. სხვა არაფერი და რაც გვაქვს ეგ არის. და შენ დაჯარიმა როგორ მოხდა? მე პატრული ამედევნა 2 და გადამაყენეს და ნუ ჯერ რაღაც მანქანით მიდიოდი და გაგაჩერეს. ხო და რაღაც საბუთები მომთხოვეს მე გამჩხრიკეს კი რომ ზედაპირულად დამათვალიერეს. ხაცე მეკითხეს რომ ის ხო არ გაქვს იარაღი, ნარკოტიკი, რაღაც მევთხრა არა და როგორც ჩანს ჩემი მანქანა, რადგანაც მე ამაჯერე ჩემი მანქანა იყო ძებნაში გადაცემული და გამაჩერეს და მე ვიღაცები მოიყვანეს ზემდგომი და ალკოტესტს მოვიტანთო რომ გადაგამოწმოთო და ალკოტესტის მაგივრად მომიტანეს აი 5000 ლარიანი ქვითარი, რომელსაც გავასაჩივრე. ანუ ესე უბრალოდ არ გაუჩერებ. ან მე ეხლა რო ყვებოდი ვიფიქრე რომ უბრალოდ გაგაჩერეს და შენი სახელი და გვარი რო ნახეს, მაქედან გამომდინარე მე დაგაჯერეს. ანუ ისედაც იცოდნენ ვინ იყავი თავი და მე სამ გააჩერეს მანქანა. არ ვიცი იმ ეკიპაჟმა იცოდა თუ არა ვინც იმ ორმა ეკიპაჟმა გამაჩერეს, მაგრამ მანქანიდან რო გამაჩერეს 6 ადამიანი, 6 პოლიციელი იდგა და ისეთი სათვალიანი მელოდი ისეთი ის ვარ ჩემ დაწერა რა თქონდა 6 კაცი და მithumetes 9 და რახან ზებნაზე იყო შეიძლება ამათ არ იცოდნენ და ჩათვალეს რომ რაღაც განგსტერი იჯდა და შეიძლება სროლა ეტეხა და 6 პატრული მე რო შეურჩი ხელში უბრალოდ ისე მოიტანეს ჯარიმა და იგი იქ ხომ მე ეტყობა ნახეს ბაზაში. ან შეიძლება იცოდნენ ვინც რა ვიცი სად ვარ ყვიო ეხა რა ხო, ნუ რაც თავი არის მოხდა ეგეთ რაღაც და ნუ ეგეთ რაღაცები ხდება და თან ეს იმაზეც ფიქრობ ადამიანი რომ ისეთი რაღაცები ხდება რომ ხალხი მართლა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში და ვიღაცისთვის ეხა სიმართლე რო ითქვას
თავისუფლების დაკარგვა სიცოცხლის დაკარგვაზე უარესია. მე ბევრს ვიცნობ ეგეც, ვისაც ურჩევნია რომ აი სიცოცხლე დათმოს, ვიდრე თავისუფლება წაართვან და ამ ხალხს წაართვეს ეგ თავისუფლება აბსოლუტურად უკანონოდ და უმიზეზოდ და ვიღაცები აწამეს და ეხლა ჯარიმებზე ლაპარაკი მან გვეუხერხულება კიდეც ხო ეხლა ჭირსაც წაუღია ეგ ჯარიმა და ყველანაირი რაღაც ფინანსური რესურსი მაშინ როცა ხალხი აი რა დღეშია და ის მაგრამ ლაპარაკობთ მარტო იმიტომ რომ ეგეც არის ნაწილი ყველაფერს რაც ხდება იმისი რა ქვია ტერორის რასაც ახორციელებენ მაგისი ერთ-ერთი ნაწილია ეს ჯარიმები და მარტო მაგიტო ლაპარაკობთ იმიტომ რომ ამათ ხო ბონუსად ჭყალებში ბონუსად მოხვათ ეს აი საშინელებები რასაც ატრიალებენ და მაგიტომაც დაგწდება ხოლმე ორი სიტყვა ჯარიმას კაი ჯარიმას აიტანს კაცი ხო ზუსტად მეც მაგას ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაცნაირად რომ ხდება ეს ნიუსები აი დაჯარიმებასთან დაკავშირებით და მეგობრებიც ხოლმე დებენ ინსტაგრამზე რომ გავრცელონ ცნობადობა რომ აი რა ხდება და ანუ რაღაც მართლა უდანაშაულო ანუ მართლა ანუ ისეთ ადამიანებს აჯარიმებენ რომ ჩემი მეგობრებს რომ ანუ აი ცხოვრებაში არაფერი არ დაუშავებიათ მართლა და აი თან ისეთი ადამიანები არიან რომ ანუ კაი ხანუ არ განსაზღვროს ჯარიმა შენ ადამიანობას რა თქმა უნდა მაგრამ ანუ აი სადღაც რომ აიც გიკვირს რომ ანუ აი დანაშაულის ჩადენის გამო აჯარიმებენ მაგ ადამიანს ცოტა რაღაც უსამართლობის შეგრძნება გიჩნდება. ხო, ვიღაც რო დამნაშავეა. ხო. და ვიღაც რო აი რაღაც ცოტა ხნის წინ ამნისტირებული რო სასტიკად კლავს ვიღაცას და გარბის ქვეყნიდან, ხო. და ის საზღვარს ყვეთს და მე 6 პოლიციელი ერთდროულად დახევს. ხო, ზუსტად ანუ ძალიან უსამართლობის შეგრძნება გიჩნდება და რაღაცნაირად ანუ ეგრეც უნდა იყოს ჩემი აზრით რა, ანუ უსამართლობის შეგრძნებას უნდა გძნობდე რა, ანუ თუ არ გძნობ, ეგ კიდევ უკვე თალკე პრობლემა არის, იმიტომ რომ მაშინ შეგუებული ხარ უკვე ყველაფერს რაც ხდება და მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვინც გძნობენ და ან ხმას არ იღებენ, ან პირიქით ამართლებენ. აი ეგ თალკე ტრაგედია არის და ანუ ვიღაც ჩემი ასაკის ადამიანებისგან ხო აი ჩემი ასაკის ადამიანებისგან რომ ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მაგაზე წყვევა გული რომ აი მაგას ვაანალიზებ რომ ანუ დღის ბოლოს ამ იმდენი მიფიქრე ამ თემაზე რომ დღის ბოლოს მაინც იქამდე მივედი რომ პრობლემა რამდენიც არ უნდა ვეძებოთ რომ რაღაცა ვიღაც ჩვენ ქვეყნის წარმომადგენლებში ან ვიღაც კონკრეტულ ადამიანებში ჩემი აზრით, მაინც ანუ ყველაფრის საწყისი არის ადამიანი. ანუ ყველაფრის საწყისები ვართ ხალხი, ვინც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ანუ როდესაც ხედავ რომ ანუ შენი ასაკის ადამიანს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია იმაზე რომ რაც ხდება, არანაირი სურვილი არ აქვს იმისი რომ რამე შეცვალოს და ცხოვრობს ესე ყოველდღიურობაში და იღებს იმ რაღაც ბენეფიტებს, ანუ რაღაცა სარგებელს ამ ყველაფრისგან და ანუ თანახმარი იმაზე რომ თუნდაც აი დაჭერაზე რაც ანუ მართლა ისეთი ასაკის ადამიანები დაიჭერეს თან ახლა ხო არის ერთი რომ რაღაც თავისუფლების აღკვეთა შეიძლება ვიღაცისთვის ანუ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ როდესაც ხარ 19 წლის და 18 წლის და 20 წლის ანუ 5 წლის ციხეში რომ გიშვებენ ეგ არის ფუნდამენტალურად ცვლის ჩვენ პიროვნებას ანუ 20 წლის რო ციხეში შედიხარ 25 წლის ციხიდან რომ გამოდიხარ რა თქმა უნდა ეხლა ცხოვრება მთელი ცხოვრება წინ გაკიდე და ბევრ რაღაცას გააკეთებ ცხოვრებაში მაგრამ ეგ გარდამტეხი პერიოდი ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმაში გაატარო რომ რაღაცები გაიცნო რაღაცები გააკეთო ისწავლო განვითარდე შეცდომები დაუშვა რაღაცები გაიგო გაანალიზო ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის იმიტომ რომ ხა მეც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე 18 წლიდან დღემდე მგონია რომ ანუ ისეთი ცხოვრება მქონდა რამაც ჩამოაყალიბა ჩემი მე როგორც ვიქნები მომავალში. რა თქმა უნდა შევიცვლები და რა თქმა უნდა ბევრი რაღაც შეიცვლება ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე ეხლა როგორც ვაზროვნებ, ეხლა როგორც ფიქრობ, როგორც გძნობ თავს ცხოვრებასაც როგორც აღვიქვავ, მგონია რომ ეს იქნება რაღაც ფუნდამენტი იმ ყველაფრის, რაც მე იქნება მომავალში. ამაზე დაშენდება მე რაღაც. ხო, ზუსტად. მესმის კი ჯერ ესეთი მართლა ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ყველაზე მნიშვნელოვან წლებს არც აი მაგას დიდი დანაშაული არაფერი არ არის. აბოროტება რას გულისხმობს? რა თქმა უნდა ვიღაცა რო უდანაშაულო ადამიანს რო ციხეში გიშვებს, რა თქმა უნდა გაბოროტდები იქ. ეხლა წარმოიდგინე რომ საუკეთესო წლებს გართმევს ვიღაც ნაძირალა, რომელსაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ თვითონ რო იყოს
კოხტად და მის ძალაუფლებას არანაირი წყალი არ შეუდგეს შენ გართმევს ცხოვრების საუკეთესო წლებს. რა თქმა უნდა, ამით დავაბრუნოთ. ესე კი არა, მე იმაზეც ვღელავ, რომ ჩვენ ჩემი მეგობრები ყველანი უწესიერესი ადამიანები, ჩემი მეგობრები ვლაპარაკობ ჩემზე არა. უწესიერესი ადამიანები, აი უპატიოსნესი ხალხი, ხო? როგორი ადამიანები, იცი? თავიანთი საქმის პროფესიონალები, მშრომელები, სხვისთვის სხვა ბოროტებას რო არ გაუკეთებენ კი არა, ბოროტებას რო არც გაივლებენ. თავში აი ეგეთ ხალხს აიძულებენ რომ შეაძულონ თავი, ანუ ხო გძულს ეხა ის ხალხი ჩვენ რა და მე საერთოდ არ მახარებს ის ფაქტი რომ ვიღაც მძულს, იმიტომ რომ ამით დროს ვკარგავ ჯერ ეს ერთი და ენერგიას და რესურსს ვიზრდი რომ ეხა ვიღაცა უსინდისო ადამიანი, რაღაც ხალხსტუხიანი ტიპი, რომელსაც ხელში ძალაუფლება მოიპარა და სისაძაგლეებს აკეთებს, მე რო ის მძულს ამით მართლა ნერვებსაც ხარჯავ ენერგიასაც და დროს ვაკლებ ბევრ რაღაცას, რაც შემიძლია რომ კარგი გავაკეთო, ან ჩემი თავისთვის, ან სხვისთვისაც მათ შორის. და არ ვიცი დღეს როგორც ვართ, მე მგონი ვერავინ ვერ ცხოვრობს უწინდებურად რა, კარგადაც უდათ კი არა, რომ უწინდელივით ვერავინ ვერ არის და კარგადაც ვერავინ ვერ არის, მათ შორის ისინიც ვინც აი მათი მხარდამჭერებიც ვერ არიან. კარგად, შეიძლება ეხა ვერ ხვდებიან, მაგრამ ხვალდაზე გაუცილებლად მიხვდებიან, რომ ეხა რა მდგომარეობაში ვართ, ეს არავისთვის კარგი არ არის. ჩვენთვის ხო არ არის და არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით საფრთხის ქვეშ ვართ რა. იქნება ეს ფინანსური თუ ფიზიკური თუ რა ყველაფერი. ჩვენთვის ხო ცალსახად არ არის, მათთვისაც არ არის. და მაგას უნდა მიხვდნენ დროულად, რომ გონს მოეგონ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში ხო ყველამ ერთად უნდა იცხოვროს და ის როცა ხვდები რომ გირტყამდნენ და გაწამებდნენ და ვიღაცებს პირში აფურთხებდნენ და კბილებს უსხრევდნენ და ვიღაცა ამ დროს პირში წყალჩაგუბებული იყო და არ იმჩნევდა და გვერდით იყურებოდა, მე მასთან ერთად კი უნდა იცხოვრო, მაგრამ იმას ხო შენთვის თვალებში შემოხედვის ის უნდა კონდეს, რა ქვია, რაღაცნაირად თვალებში ხო უნდა შემოგხედოს და ვიღაცებს ეხა ძარწმუნებული ვარ, რომ იმის იმედი აქვთ, რომ შენ კიდე არ გეხსოვება, მე ხედავ ხოლმე ადამიანებს, რომლებზეც კი საზოგადოება შეიძლება რაღაც თევზის მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში რთულია, იმიტომ რომ რაღაც ამხელა არქივი არსებობს, რა და ვიღაცა დღეს რომ რაღაცას იცის, ინფორმაციას იცის ხო და ეხა ადრე მესმის, რომ კგბ-ს არქივები არ არის გახსნილი და ვიღაც ნაძირალები, ვინც რუსებს ემსახურებოდნენ ამ ქვეყანაში დადიან ჩვეულებრივად კიდე და ზოგიერთი ბრტყელებსაც ლაპარაკობს. კი, ბაზარი არ არის. ეგ ხდება სამწუხაროდ, ეგრეა რომ ვიღაცებზე შეიძლება ვიცით, მაგრამ ვერ ვამტკიცებთ ან არ ვიცით რა საქმეებსაც აკეთებდა რა და ვიღაცებს აპატიეს კიდეც რა ამ ქვეყანაში ბევრი იყო ისეთი რომ აი საშინელებები აქვს ნაკეთები და აპატიეს და დღეს კიდე ქადაგებს და მოძღვრავს რაღაცებს. მესმის რომ შეიძლება ვიღაცას აქვს იმის იმედი რომ კაი კაცო ეხა ეგეც ჩაივლის და ვიღაც ეხსომება და დღეს თუ მე გავჩუმდი რა მოხდა ტელევიზორ რამე ხო არ მithქვამს და არაფერი დამიწერე. რო არ გithქვამს და რო არ დაგიწერია ეგ არის, იმიტომ რომ კი შეიძლება შენ არ ხმაურობ, მაგრამ შენ ახლობელს რომელსაც აი ხა მიადგნენ და უმიზეზოდ ჩაგრავენ მას ვიღაცის ლაპარაკზე მეტად შენი დუმილი უფრო ჭრის ყურს, იმიტომ რომ არ იცავ და მე ხო ზუსტად ეგრე არის. ხო და ეხა კიდე იმას ვქენი და გაუბრაზ დღეს არ ვაპირებდი გაბრაზებას და მესმის ხო, მაგიტომაც ძალიან მიჭერს თან თავიდან, ანუ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, რომ აი როცა უფრო აქტუალური, ну, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან აქტუალური არის ეს თემა, მაგრამ იმ მგონია, რომ უკვე იმდენად რაღაცნაირად მოვიწამლეთ ამ ყველაფერს, რაც ხდება, რომ ანუ თან იმდენად რაღაც დღის წესრიგი გახდა, რომ რაღაც ანუ ეს ყველაფერი ხდება, აქციაზე მიდიხარ, რაღაც ამ ყველაფერზე ლაპარაკობ მეგობრებთან, რომ აი თითქოს ანუ ვცდილობთ, რომ მაინც აი რაღაცნაირად განსაზღვროთ, რომ აი ჩვენი თავისუფალი დრო, ჩვენი პირადი სივრცე და ჩვენი თავები და ეს ყველაფერი რაც ხდება, თითქოს რაღაც გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, გეხება და შენი არის ეგეც, მაგრამ ანუ აი თითქოს ისე რომ იმ ხელზე გავლენ არ მოახდინოს შენზე, რომ მართლა რაღაც ვერ ადგე დილით ლოგინიდან, ანუ იმდან არ დაგამძიმოს, რომ რაღაცა მე ვერ გააკეთო მაგის ხარჯზე. და მაგიტო რაღაცა ყოველდღიურ ცხოვრებაში
ვცდილობთ რომ მე და ჩემი მეგობრები ყოველ შემთხვევაში რომ ანუ უფრო მეტად კონცენტრირდეთ პოზიტიურ მხარეზე და უფრო მეტად ვიფიქროთ რაღაც მომავალზე და იმაზე რომ რამდენი რაღაც შეიძლება სხვანაირად მოხდეს. ისევ ჩვენი თავების იმედით და ისევ ჩვენნაირი ადამიანების გარშემო და ყველაზე მეტად ეს ემოცია მაგ დროს მაქვს ხოლმე იმედის შეგრძნება, როცა აქციაზე მივდივარ. მაგალითად. და დაცულობის რა მე ვატყობ რომ დაცულობის გზნობა მეტად მაშინ გაქვს, როცა იქ ხარ, იმიტომ რომ სხვა არსად არც მანქანაში და სახში ვერ არხარ დაცულ. აი მე მახსოვს რომ იმ დღეების ისენი რომ იყო აი ეს განსაკუთრებული წამების და დარბების დღეები. აი თუ რომ მიდიოდი სახში, ჩაცმულს გეძინებოდა იმაში, რა ქვია, ტელევიზორთან. მართალია, კამერა დავისვით გაითიშა 9 საათის შემდეგ და ჩვენ ახლა გიბრუნდებით ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში. რაც დღეს მოგეცი. ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში გიბრუნდებით და გავაგრძელოთ საუბარი იქიდან სადაც დავამთავრეთ წინა ნაწილი. საუბრობდით იმ აქციებზე და იმაზე რომ როგორ მოქმედებდა ყველაფერი ჩვენზე და როგორ ზეგავლენას ახდენდა ჩვენ სტრესის ლეველზე. ახდენს დღესაც, მაგრამ იმასთან შედარებით რომ მართლა ის დღეები რაც გამოვიარეთ, ანუ მართლა მგონია რომ არ ვიცი, ანუ ეხლაც ძალიან სტრესული პერიოდი არის და ეხლაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩემზეც და ყველაზე საერთოდ. ანუ მარტო იმაზე კი არა რომ ის სტრესები ყველა მხრივ ზეგავლენას ახდენს, თუნდაც ეკონომიკური მხარე რო აიღო და ფინანსური მხარე რო აიღო მაგ ყველაფრის ძალიან ისედაც არ იყო მარტივი ამ ქვეყანაში ცხოვრება არასდროს, მაგრამ გონია რომ ესეთი რთული როგორც ეხლა არის, აქამდე არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით, ჩემთვის ეხლა ხო, მე აი შეგნებულ ცხოვრებაში ეგ არ მახსენდა. და წეგან რო გითხარი რომ ახდენს მეთქი და როგორც მოახდენს კიდე კაცმა არ იცის. ხო, ეკვივალენტურად მე თუ მკითხავ, აბსოლუტურად ერთი და იგივეა მწვავე დღეები და ქრონიკული დღეები. და შეიძლება ეს კიდე უფრო მძიმე იყოს. აი ხო ვამბობთ ხოლმე რომ ბავშვებს დიდად ნეტა მაგათი სადარდებელი მომცა. და სინამდვილეში ბავშვი თუ ნერვიულობს, მოსწავლე თუ ღელავს იმაზე რომ მიიღო დაბალი ქულა და ეშინია რომ სახლში ეჩხუბებია, ეკვივალენტურად იგივე დარდია როგორც ეხა მე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ღელავდნენ. განცდების დონეზე იგივენაირად გამგეროს, ხო? უეჭველი ეგრეა. ასე რომ გიტყაპუნებენ და ქცემენ და გაწამებენ და გარბევენ თუ ესე ნელი მოქმედებით განგრევენ, ეკვივალენტურად ერთი და იგივეა. და კაცმა არ იცის რა შედეგს გამოიღებს ეგ ბაჩორის მენტალურად ხო დანგრეულები ვართ ყველანი. და გრძელდება ეგ ნგრევა, ხო? ჯერ ერთი კაცმა არ იცის ის გაზი რომელიც ყლაპა ხალხმა, ჯერ ეს რა გაზი იყო არავინ არ იცის და რა შედეგს გამოიღებს სამედიცინო თვალსაზრისით, რა ვის რა გამოვლინებები ექნება ცოტა ხანში. ასე რომ ვანაშაული არის ზედმეტად დიდი ჩემი აზრით, საიმისოდ რომ და განგრძობადი. საიმისოდ რომ ვთქვათ რომ რაღაცამ ჩაიარა, არაფერს არ ჩაუვლია სინამდვილეში. უბრალოდ ადამიანები რაღაცასთან ერთად ცხოვრებას ეჩვევიან და ეს ნორმალური და ჩვეულებრივია. ასე მთავარია რომ საწყისი არ დაივიწყო. არა, ხო, მესმის რომ ვერ იქნება და იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც როგორც არ უნდა უგზნობდეთ თავს და რაც არ უნდა სტრესში ვიყოთ, სამყარო ამ დრო მიდის მაინც, სამყარო მუშაობს, ანუ ყველა ხდება, ანუ ვერ იზავისე რომ თავარია რომ ის არ დაივიწყო, ის საწყისი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მგონია რომ ვერც დაივიწყო, ანუ ვერც დავივიწყებთ, ხო? ხო, ეგ ბრაზი არსად არ გაქრება, შეუძლებელია რომ სადღაც. მე სულ მახსოვს, სულ ფიქრობ. პირიქით იზრდება. კი, და ანუ მართლა ძალიან მართალია ხო, ანუ გეთანხმები, ანუ ის სხვანაირი სტილის და სხვანაირი ხო, ზეწოლა იყო და სხვანაირი სტრესი იყო და ეხლა ის ყოველდღიურობაში რაც ხდება, ეს რაღაც უსუსურობის შეგრძნება და თითქოს
იმის განცდა რომ რაღაც ანუ არაფერი არ იცვლება და ყველაფერი პირიქით მაინც რაღაც ანუ ისე მიდის როგორც მიდიოდა რაღაცნაირად ეგეც ძალიან დამაზიანებელი ხო უსუსურობის განცდა კი ბატონო აქვთ ადამიანებს უსუსურობის განცდა ზოგ და ყველას ეგ ძალიან ჩვეულებრივია რომ რაღაცის გეშინი ადამიანს და რაღაცის გამო თავს დაუცველად გრძნობ მით უფრო მაშინ როცა მაგისი აშკარა საფუძველი გაქვს მაგრამ არ მინდა რომ ეხა რაღაც ბანდ კოუჩური ნათქვამი გამომივიდეს მაგრამ მე რაც ასაკი მემატება მით უფრო ვხვდები რომ საბოლოოდ უსუსურები არიან ზუსტად ისინი ვინც ცდილობენ რომ ძალის გამოყენებით რაღაცები შეინარჩუნონ და ანუ მე ძლიერი მგონია ადამიანი ვისაც კი შეიძლება აქვს ფიზიკური ძალა მაგრამ ძლიერი მგონია ის ადამიანი ვინც ამ ძალას არ იყენებს მასზე სუსტის წინააღმდეგ რა თქმა უნდა თუ იყენებ ბანძი ხარ უბრალოდ ნუ და მაგას კიდე თავის გრადაციები აქვს ბანძი დამნაშავე და აღარ ჩამოუთვლი ხა ახალგაზრდები თუ გიყურებენ რა შემიძლია უწოდო ეგეთ ხალხს მაგრამ საბოლოოდ უსუსური ის არის იმიტომ რომ მაგის მიღმა არაფერი არ აქვს მის მხარეს სიმართლე არ არის გონიერება არ არის ჭეშმარიტება არ ვიცი აზრავს მაგრამ არ არის მის მხარეს და აშკარად ბოროტების მხარეს არის ხო ანუ სინდისი არ არის ზნეობა არ არის ვიღაცები ლაპარაკობენ რომ აი რაღაც გაუნათლებელი კი ბატონო განათლება არის რატო გადავხდი გეტყვი განათლება ჯერ ერთი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ნაკითხი და განათლებული ნაკითხი რაოდენობა და განათლება ალბათ არის ამ რაოდენობის გაცნობიერების ხარისხი ხო იყო ეგეთი ძალიან კარგი მწერალი ჩემი ერთი საყვარელი ავტორი ჟოზე სარამაგო რომელმაც თქვა თუ არ ვცდები ნობელის სიტყვაში რომ ყველაზე ბრძენი ადამიანიო ვისაც შევხედრივა რომ იყო ბაბუა ჩემიო რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდაო მაგრამ მართლა ყველაზე რა თქმა უნდა ეხა ნობელის სიტყვაში აჭარბებ და უტრირებ ადამიანებს მაგრამ სავსებით შესაძლებელი რომ ადამიანს დიპლომი შეიძლება არ ქონდეს და რაღაცა მაგრამ განათლებული ადამიანი იყოს აი ბრძენი ადამიანი ანუ დიპლომი არ განსაზღვრავს ხო რა თქმა უნდა განათლება კარგი თავდაცვის საშუალება საიმისოდ რომ ბოროტებამ იოლად ვერ გაქციოს თავის იარაღად კი ბაზარი არ არის მაგაში არავის არ ვედავები და გაუნათლებლობა პირიქით კარგი ფუნდამენტია საიმისოდ რომ ბოროტებამ აი შენზე მაგრად კარგად გამოგიყენოს და ეს არა მაგრამ მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე მაინც გონია რომ არის ზნეობა თუ მორალი არ ვიცი რა ხო შენ თავთან რომ მართალი იყო დღის ბოლოს რომელიც მეხამრიდია კი ეგ არის მეხამრიდი რომელიც ზნეობა კარნახობს რომ დაკავებულ ქალს თუ კაცს რა მნიშვნელობა არ აქვს რომელსაც ხელები ბორკილებში აქვს სახეში არაფურთხო არ უთყა ელემენტარული ადამიანობა აი ყველაზე მინიმუმ basic ადამიანობის ხო მეტი არ მოგეთხოვება მართლა ეგ კარნახობს რომ თუნდაც ის რომ გეუბნებიან რომ შენ პრეზიდენტი უნდა გახდე და რო ხვდები რომ არ არის შენი საქმე ეს პრეზიდენტობა არ არის უთხრა რომ არ არის ბატონო შენი საქმე და არა ხათრით ხო აი რო ხვდები რომ იქ შე რო რაღაცა ტენდერში შედიხარ და ამ ტენდერში რო შედიხარ ვიღაცა რო გეუბნება რომ კი შენ ამას მოიგებ მოდი ის ჩავაჩვეჩო დავჩაგროთ და ამ ფულზე მე აქედან ეს და როცა ამას აკეთებ ეგ ზნეობა არ გიცავს უზნეობა და მაგიტომ მიდიხარ მაგარიგებაზე ვიღაცის ფულს რო იპარავ უზნეობა და ამორალური რო ხარ ეგ ეუბნება რომ კი ბატონო წადი არაფერი არ შავდება ასე რომ საბოლოო ჯამში კი განათლება მნიშვნელოვანია განათლებაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის რომ ზნეობრივად წახდენილი ადამიანების ხელში ხდება ხოლმე ძალაუფლება და მანდ უკვე ვიღაცები ფსკერს ეძახიან მაგრამ ალბათ ფსკერის მიღმა არის რაღაცა უწონადობა რომელშიც არაფერი აღარ გაკვირვებს და არაფერი აღარ გამოხრუჭებს აი როგორც უწონადობაა და აი ამ ფსკერის მიღმა უკვე შეგიძლია რომ მანდ ესე თავისუფალ მასში იყო. ზუსტად ხო. ვიღაცები მანდარიან.
მე მგონია რომ ეგ უკვე იმაზე არის დამოკიდებული რომ მანამდე რეები გაკეთებული ცხოვრებაში ალბათ ანუ თუ უკვე ბევრჯერ გაგიკეთებია ისეთი რაღაც რაც ეწინააღმდეგება შენ მორალებს და შენ პრინციპებს მე უკვე რაღაც მომენტის მერე აღარ აქვს ანუ აზრი მნიშვნელობა ეკარგება მაგ ყველაფერს და თითქოს ანუ ჩემი აზრით მე ეგრე მგონია რომ თუ გარშემოც ისეთი ადამიანები ყავს, რომლებიც მაგ ყველაფერს აკეზებენ და პირიქით შენი თავისგან შორს მიდიხარ, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვინ არის შენ გარშემო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად გიწევს ყოველდღიური ცხოვრების გატარება და ანუ ეგ ადამიანები იზიარებენ თუ არა შენ ღირებულებებს, როგორც მეგობრობაზე ხო შენ თვითონ ირჩევ შენ გარემო. ხო არ არის რომ შენ დაბადებასავით ხო არ არის რომ არის მშობელს ვერ ირჩევ და იმას რა ქვია პირველი კლასი კიდე ხო არა მე ხო შენ ირჩევ ამ შენ გარჩემო ჯერ ეს ერთი ამორალურ საზოგადოებას უნდა რომ ვინც კი არის მის გარშემო ყველა ამორალური იყოს ხო იმიტომ რომ მას აწყობს რომ გაირყვნას ყველა იმიტომ რომ იულად სამართავი იყოს კი წააკეზებს მაგ ცუდ საქციელს წააკეზებს მაგ ყველაფერს რომ მე თვითონ აღარ იყოს მარტო მაგ ანუ თვითონ აღარ იყოს მარტო მაგ სიბნელეში ანუ ეგ არის დი თავისნაირებს ეძებს და რაც შეეხება იმას შენ რაც თქვი მე ძალიან კარგი ფრაზა აქვს არ მინდა ეხა რაღაც ფრაზებით ვილაპარაკო არ არის იმიტომ რომ არის ცხოვრებაზე ზუსტად არ მუშაობს ხოლმე არ ერგება აი თავსაც ვერ დავდე ბალზაკის თუ ვიღაცის ფრაზა რომ რაღაც ინდისი ძალიან გავს ფეხსაცმელს რომელსაც თავიდან უფრთხილდები და საკმარისია ოდნავ გაცვდეს პირველი ორი ნაკაწრი გაუჩნდეს. კი, შეიძლება მე მოგეშალოთ. მე უკვე ვეღარზე კიდია რა, იქ დადიხარ ტლაპოში და გუბეში და იმაში დააბიჯებ უპრობლემოდ. იმიტომ რომ აღარ გადარდებს, უკვე გასვრილი არის. ეგ მართლა ეგრე არის ხომ? მე ანუ მაგას მივხვდი. მე მაგას მივხვდი, ანუ ბევრი ისეთ რაღაცას რო გააკეთებ, რომ ეწინააღმდეგება შენი თავისგანაც რო შორს მიდიხარ, მე უფრო და უფრო შორს მიდიხარ, მე ვაფშე იკარგები და საბოლოოდ გამოდის რომ ხარ დაკარგული და მე შენი მართვა ბევრად უფრო მარტივი არის და იმ შენ რაღაც შინაგანი ეხა ყველას გვაქვს რაღაც შინაგანი ფიქრი. აი ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაც შინაგანი ფიქრი, რასაც ანუ მე შენზე არის და შენ ნუ ეხლა ჩემი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით რო შეხედავ იდი ეგო და სუპერეგო ხო არსებობს ესეთი სამი რაღაც და შენი რა იდი ეგო და სუპერეგო არ ვიცი არსებობს ეს ფროიდის ეს არის რომ მოსაზრება ასე ვთქვათ თეორია რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი და მაგაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს რომ ანუ არსებობს შენი ეგო რომელიც რაღაც ამ ყველაფერს ეგო გამიგია იდიც ანუ იდეაში მოგეთ ანუ რითი თქმაც მინდოდა ეხლა ძალიან ტერმინებით რო არ ვილაპარაკო ანუ ის რაღაც შინაგანი ფიქრი რაც შენ გააქვს და შენი შინაგანი სურვილი და შინაგანი ლტოლვა და რაღაცის გაკეთება თუნდაც ანუ ძალიან ეხა სხვა თემა არის და ძალიან სხვა მხრივ შეიძლება შეხედო მაგრამ ეხლა ხანს იყო ნიუსი ძალიან ისეთი თემა არის, ძალიან არ მიყვარს მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ არასრულწლოვან გოგოებთან კომუნიკაციაში რო შევიდა ეს კაცი. ეხლა ხანს იყო რაღაც სიუჟეტი. და ვიღაც კაცი დააკავეს იმის გამო, რომ ვიღაც დიდი კაცი, რომელსაც რაღაც 100-მდე მსხვერპლი ყავდა რაღაც არასრულწლოვანი გოგოები, ვისაც ანუ ეგ ხო ანუ იმას კი არ ვამბობ ყველა ფიქრობს მაგაზე ყველას უნდა არასრულწლოვანებთან ურთიერთობა მაგრამ ანუ ის რაღაც რაც კაი ძალიან სხვა წავედი მაგრამ ანუ ის რაღაც ანუ ამორალური საქციელისგან გაჩერებს არის შენი ანუ თვით მორალი რაც გაგაჩნია შენ თავთან ხო ძალიან განვავრცე ანუ რაც გაჩერებს და რაც არ გაკეთებინებს და ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაც ფიქრი, რასაც ანუ შეიძლება სადღაც იფიქრო, მაგრამ არ გაყვები, იმიტომ რომ ანუ იცი რომ ეგ არ არის სწორი და იცი რომ ეგ რაღაცა შენ თავისგან შორს წაგიყვანს და ანუ მაგ რაღაცებს ერთხელ და ორჯერ და ბევრჯერ რო გააკეთებ და ბევრჯერ რო შექმნი, ანუ ჩაიდენ რაღაც დანაშაულს. ანუ ამ კაცსაც ალბათ ანუ ეგრე არის რომ ალბათ ერთხელ ვიღაცას მიწერა, მეორჯერ ვიღაცას მიწერა, მესამეჯერ ვიღაცას მიწერა და მე აღარ უფიქრია მაგაზე და მე იფიქრა რომ ანუ დანაშაულის გრძნობა აღარ ქონია.
და უბრალოდ ანუ ესე გააგრძელა და საბოლოოდ ანუ ამდენ ადამიანად შეეხო ეს ყველაფერი და ამდენი ადამიანი დაიტრავა ამითი და ანუ ეხა ეს ერთი პატარა ის არის რა ქვია ანუ ეს ერთი ცალკე ამბავი არის და როდესაც უფრო მასშტაბურ რაღაცას ეხება ანუ როცა უკვე 100 არასრულწლოვანზე არ არის ლაპარაკი როცა არის უკვე მთლიან მოსახლეობაზე და მთლიან ქვეყანაზე რომელსაც ეხება შენი ჩადენილი რაღაც საქციელი და ანუ მართლა არ ვიცი ანუ ძალიან დიდ ბრასს იწევს ჩემში ყველაფერი და ძალიან ნერვები მეშლება იმაზე რომ ეს ყველაფერი ესე ხდება და ანუ ნერვები მეშლება იმ ადამიანებზე რომელმაც მისცეს თავიანთ თავებს იმისი უფლება რომ აქამდე მოსულიყო ყველაფერი და ანუ აი ისე მოხდა ანუ თვალსა და ღელსშუა მართლა ანუ იმდენად რაღაცნაირად ყუილით და რაღაცების გატანით და რაღაცა გრთამით და ვიღაც ადამიანის მოსყიდვით და რაღაც ანუ იმდენად ბინძურად მოხდა ეს ყველაფერაც მოხდა და იმდენად ბინძური გზით ხდება ეს ყველაფერც რაც ხდება დღეს რომ ანუ აი ძალიან არ ვიცი ძალიან რთული არის რა ანუ ძალიან რთული არის ყველაფერში გეთანხმები ერთი ყველაფერში გეთანხმები რაღაცას დავამატებ უბრალოდ რომ შეიძლება თქვი რომ ეხება მოსახლეობა ყველა მოსახლეს, ყველა მოქალაქეს. მე უფრო მეცაც ვიტყვი, რომ არა მხოლოდ მათ ეხება თუ ვინც ახლა არის ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ ვინც იქნება უახლოეს თაობებს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ შეცდომა კი არა დანაშაული რასაც ჩადიან, გადაწყვეტება თაობებს თუ გაუვიდათ და უფრო პათეტიკურად თუ მივცემთ თავს თქმის უფლებას მაშინ გამოდის რომ წინა თაობებსაც ეხებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეეწირა იმას, რომ რაღაც კურსზე დამდგარი იყო ეს ქვეყანა, ხო? და როცა აქედან უხევ გამოდის რომ ანუ წარსულსაც ღალატობ, იმ ადამიანების მსხვერპლსაც წყალს ატან. და მოქმედი ახლანდელი მოქალაქეების წინაშე ხო ჩადიხარ დანაშაულს. მომავალი მოქალაქეების წინაშე ჩადიხარ დანაშაულს, იმიტომ რომ ეს დანაშაული და ეს გადახვევა არ არის მარტო ამ თაობების ისა, იმიტომ რომ შეიძლება ამ გადალაგების პროცესში დიდი ხნით, არ ვიცი, რამდენიმე 10 წლეულით ჩარჩეს. კი, შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება გვწამდეს და ალბათ მეც მწამს მაგის, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში იმარჯვებს ბოროტებაზე, მაგრამ ვერავინ ვერ მოგცემს იმის გარანტიას, რომ ყველა ადამიანი იქნება ამ გამარჯვების შემსწრე. ანუ ჩვენ შეიძლება გვწამდეს, რომ კი, გადარჩება ეს ქვეყანა საბოლოოდ და ეს ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ჩვენთვის არავის მოუწია იმის გარანტია, რომ ამ ბოროტების დამარცხებას მე ჩემი თვალით ვნახავ. ხო, ზუსტად. და მე მინდა რომ ვნახო. მეც მინდა რომ ვნახო. რა თქმა უნდა. შენ გააგზავნე კიდე უფრო დიდი. ხო, მაგრამ ნუ დღის ბოლოს მაინც მე იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ ანუ პატარა ძმისშვილები მყავს და ნუ რაც ეს ძმისშვილები მყავს, მაგის მერწვა სხვანაირად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მარტო იმაზე არ ვფიქრობ, რომ მე თითქოს რაღაც ანუ რაღაც ადამიანები ცოტა ეგოცენტრულები ვართ, სანამ რაღაც თვით შეგნებამდე და თვით განაზრებამდე არ მივალთ, რომ ჩვენ გარდაც სხვა ადამიანებიც არსებობენ სამყაროში და ყველა ადამიანს რაღაც თავისი დანიშნულება და ფასი აქვს. და ანუ რაღაცნაირად მგონია რომ ეგ პროცესი იმითი დასრულდა ჩემ თავში და საბოლოო წერტილსაც ჩამოვყალიბდი და მივხვდი რომ მარტო მე არ ვარ და სხვა ადამიანებზეც მინდა ვიფიქრო ვიზრუნო იყო როცა ჩემი ძმისშვილი გაჩნდა და მივხვდი რომ ჩემი ძმისშვილი არის ის ადამიანი რომლისთვისაც მინდა უკეთესი მომავალი უკეთესი სამყარო ანუ მინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს და უკვე მარტო ჩემ თავზე აღარ დადის ეგ რომ რაღაც მე ვიყო კარგად ანუ დადის რომ შენ ვამბობ მე ვხვდები რომ შენ გულწრფელი ხარ აი ვხვდები რომ გულწრფელი ხარ აი ვიღაცა მაგალითად ვერ ხვდება მაგას ჩათვლის რომ აი ეს რეებს ლაპარაკობს რომ შენ ჭირი მე წადი მასკენი რა ქვია იმას ცოტა სევდიანი არის ჩემთვის ძალიან სევდიანი არის ანუ ის ადამიანი ვინც მაგას ვერ ხვდება და ვინც რაღაცნაირად ვერ გრძნობს მაგ პასუხისმგებლობას თავის შემდგომ ვინც იქნებიან მაგათზე ძალიან სევდიანი არის ჩემთვის. ხო. უხარ მაგ ადამიანებისთვის ვინც მაგას ვერ გწნობს და მაგას ვერ გიქვავს. კი, მეც მებრალებიან. ხო. იმიტომ რომ ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგეც რაღაცას თუ ვერ გწნობს, ესე იგი რაღაც სხვა ადამიანურ რაღაცებსაც ალბათ ვერ განიცდი ეგრე და ვერ
რაღაცა მარტივ სიამოვნებას და რაღაც სიხარულს ვერ აღიქვავ სამყაროსგან. ჩემი აზრით ალბათ ეგრეა. ალბათ არის მაგაში სიმართლე. არ ვიცი ხა მეცნიერულად ეგ არ დასტურდება, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მეცნიერულად დასტურდება და მე არ ვიცი. ფსიქოლოგებმა უკეთ იცით. მაგრამ გავს სიმართლეს შენი ნათქვამი. ანუ როცა ძალიან უხეშავი ხდები, ალბათ ეგ ყველაფერი ამდენი რაღაცის მიმართ გულგრილობა ალბათ გაქცევს სქელკანიანად გაქცევს მათ შორის თუნდაც აი მზე რო ანათებს შეიძლება ისი არ გისწორდება როგორც უსწორდება იმ ადამიანს ვინც მზად არის იმისთვის რომ ვიღაცისთვისაც აკეთოს კარგი არ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხო რა აი კარგი მუსიკა ალბათ არ ვიცი ახლა რა ვიცი ხა ჰიტლერ ვაგნერი მოსწონდა და ვაგნერის მუსიკა კარგი არის ვილანებში ბოროტ მოქმედებშიც არიან ხელოვნების და სილამაზის დამფასებლები ბაზარზე მაგაზე არ გავახურებ მაგრამ აი ეს რიგით ადამიანებში როგორებით ჩვენ ვართ შეიძლება ადამიანი რომელიც აი გულღია და გახსნილი არის სამყაროს მიმართ და ცდილობს რომ რაღაცა თუნდაც უმნიშვნელო შექმნას ისეთი კი არა რომ აი რაღაც სამყაროსთვის მნიშვნელო აი უმნიშვნელო რაღაც შექმნას არის ასანთის ღერებით პატარა სახლი გააკეთოს ხო და რო გააკეთებს გაუხარდება აი როცა შენ მოწოდებული ხარ ჩემი აზრით იმაზე რომ რაღაცა კი არ დაანგრიო არამედ შექმნა გამოდის რომ კარგ მუსიკასაც უფრო ლაღად უსმენ რა ესე თავდაჯერებით მოусმენ და არ ვიცი ჩვენ ახლა ვაწყდებით ხალხს რომელთა მთავარი საქმეც წარმოიდგინე ფულს რო იღებ იმაში რომ საღამოს შეხვიდე და ვიზეც მიგითითებენ იმათ დაუხაჰავო ესენი რა ქვია პოსტები და რაღაც საშინელება და საზიზღრობა დაუწანო გამოდის რომ ის არაფერს ზიზღის გარდა არაფერს არ ქმნის და ამითი ცხოვრობს და შეუძლებელია რომ ეგ ადამიანი გახსნილი იყოს სამყაროს მიმართ ან შეუძლებელია რომ ის ყოველდღიურად რაღაც იდეებს და ინსპირაციას ეძებდეს ან შეუძლებელია რომ სამყაროს კენ ნაბიჯს არ დგამს ადამიანი. ხო. შემხედრი ნაბიჯი, ანუ იმისგან რაღაცას ელის, მაგრამ თვითონაც არ დგამს. ხო, ზუსტად. ანუ შეხედრა ჩემი ეგ აი ამის თხრობაში არსებობს ეგეთი ოქროს წესი. რომელიც ოქროს წესი არ არის ვახურებ ახლა. მაგრამ აი ბევრი კითხულობს ხოლმე რომ სად წერლები სად პოულობენ იდეებს და ინსპირაციას და რა შეიძლება იყოს ინსპირაცია. ვიღაცის ინსპირაცია მართლა არის აი მშენებლობის ხმაური, ხო, რომელიც არ ვიცი შემოდის თუ არა. აი კაი საქმე გაიგეთ, ახლა თუ შემოდის თუ რა იმშენებლობა. ვიღაცისთვის მართლა კარგი მუსიკაა, ვიღაცისთვის კარგი პოდკასტის მოსმენა ინსპირაცია, მაგრამ არსებობს ეგეთი წესი, რომ რამე უფრო დიდი ალბათობით ეს ინსპირაცია ეწვევა მას, ვინც თვითონვე გადადგამს ნაბიჯს მისკენ, ვინც შეეცდება რომ რაღაც საიდუმლოები ამოიცნოს. აი რა კარგი ამბის მთხრობელს უფრო მეტი აქვს შანსი რომ რაღაცა მიიღოს თუ მეტროში რო ჩავა ვიღაცებს იმაზე უკეთ დააკვირდება ვიდრე სხვები აკვირდებიან და თუ იმაზე დიდხანს იჯდება სკამზე და გახედავს ფანჯარას და შეეცდება რომ გამოიცნოს იმ სახში ვინ ცხოვრობს და რა მოხდებოდა თუ ვიდრე იმას ვინც გულგრილად ჩაუვლის. ასე რომ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ გარშემო აფრქვევენ მაგზისხს და მათი ყოველდღიურობა დაფინანსური კეთილდღეობაც დამოკიდებულია იმაზე რომ ვიღაცები გააშავონ ცუდი კომენტარი დაუწერონ და სხვის მწუხარებაზე გაიცინონ ეგენი ვერ დგამენ სამყაროსკენ ხო მე მგონია რომ აი ეს კარგი ის იყო ანუ კარგი ნათქვამი იყო უფრო მეტად დააკვირდება და უფრო მეტად იფიქრებს იმაზე რომ ანუ უფრო მეტად იქნები იმ მომენტში ანუ როგორც ანუ უფრო მეტად present უნდა იყო და მე მგონია რომ როცა რაღაც შენ თავთან არ ხარ რაღაცნაირად მართალი და როდესაც რაღაც საერთოდ ანუ ის რაღაც ფიქრები რომ გაწუხებს შენ თავთან ანუ უფრო მეტად გიჭირს რომ present იყო და ანუ მაგიტო არის ალბათ რომ ვერ დგავიმნაბის სამყაროს კენ იმიტომ რომ ანუ ვერც
ანუ ხვდები რომ ეგ ნამდვილი გადასადგმელი გაქვს. ხო, ნუ მე ეხა გუშინ ვლაპარაკობდი მაგაზე, რომ რაღაც ამ სტრესული ფონიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს რომ present ვიყო მომენტებში და ძალიან მიჭირს რომ რაღაცებს დავაკვირდე და ძალიან მიჭირს რომ თუნდაც ჩავერთო რაღაც კარგი ფილმი და კარგ ფილმს უყურო და მირჩევნია რომ რაღაც YouTube-ზე შევიდე და უყურო YouTube-ს უბრალოდ და ანუ ჩემთვის არაფრის მომცემი არ იყოს ეგ გარდა იმისა რომ გასართობი იყოს ჩემთვის და რაღაცნაირად ანუ ეგ დრო გაიყვანო ხო აი დრო გავიყვანო ხო იმიტომ რომ ანუ ეს რაღაცები რადგან ვფიქრობ და რადგან ნერვიულობ და რადგან ვისტრესები პლუს ამ ქვეყანაში რაც ხდება მაგასთან ერთად ხო არის რომ სამყაროშიც რაც ხდება და მაგასთან ერთად არის რომ ჩემი პირადი რაღაც დაბრკოლებები რასაც გავდივარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემი პირადი ფიქრები ჩემი რაღაც პერსონალური ურთიერთობები თუნდაც რაღაცა საქმე მომავალი რაღაც ანუ ძალიან დიდი სტრესი არის დღევანდელ რაღაც მოზარდებზე და რაღაც ახალგაზრდა ადამიანებზე ჩემი აზრით იმიტომ რომ ძალიან ამ ჩვენ გასაჭირთან ასე ვთქვათ და ჩვენი თავის ამოცნობასთან და რაღაც ჩვენი თავის ჩამოყალიბებასთან ერთად გიწევს იმაზე ფიქრი რომ როგორ ჩამოაყალიბო ქვეყანაც და ნუ ძალიან დიდი სტრესი არის მოკლედ ყველასთვის და მინდა რომ მიუმარ ჩართვებს ვაკეთებ ხოლმე ეპიზოდებში ხალხთან და ეხაც მინდა რომ ჩართვა გავაკეთო რომ ვინც ესე ეგრძნობს თავს რომ რაღაც დასტრესილი ხართ და ცოტა გიჭერთ რაღაცების გაკეთება ან რაღაცებზე თავის მობმა ან რაღაცნაირად აი დისოციაციას განიცდით თქვენი თავისგან, ანუ მინდა რომ იცოდეთ რომ არ ხართ მარტო და ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს ესე, მათ შორის მეც და ძალიან ბუნებრივი არის რომ დღევანდელ რეალობაში ესე იგრძნო თავი და ძალიან ადამიანური მომენტი არის და უბრალოდ ანუ შეეცადოთ რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ იმის გამო რომ რაღაცას ეხლა ვერ აკეთებთ ისე როგორც აკეთებდით აქამდე ან თუნდაც რომ რაღაცა არ ხართ ისეთი პროდუქტიული როგორც გინდათ რომ იყოთ იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული პერიოდი არის ყველასთვის საერთოდ და ანუ ამას ეს თავდაჯერებულად იმიტომ შემიძლია ვთქვა რომ მარტო მე არ ვარ ესე და ვიცი რომ ჩემ გარშემოც ბევრ ადამიანთან ვილაპარაკე ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ რომ მე ვინც მიყურებთ თქვენს ხართ ისეთი ადამიანები ვინც იგივე ნაირად გრძნობთ თავს და ფიქრობთ და მოკლედ იცოდეთ რომ მარტო თქვენ არ ხართ და ყველაფერი წარმავალი არის და როგორც ეს რაღაც სტრესი და დაბრკოლებები და ეხლა ესეთი რთული პერიოდი არის ეხლა ანუ ისე ჩაივლის ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისე შეიცვლება რაღაცები უკეთესობისკენ რომ ჩვენი თაობაც და ჩვენ შემდეგი თაობაც და იმედი მაქვს ჩვენზე უფროსი თაობაც საბოლოო ჯამში დარჩება კმაყოფილი კი, ყველა. ხო, და საბოლოო ჯამში შევძლებთ რომ გამოგვივიდეს ის, რისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვის და მართლა ანუ რაღაც დღეები იყო, რომ მართლა ფიზიკურად გვისწორდებოდნენ და გადაგვიარეს და რაღაც ანუ მართლა ომში მეგონა თავი, ანუ ეგეთი რაღაც ინტენსიური და ძალიან ესეთი პერიოდი იყო, არის ასევე ესეთი პერიოდიც და ანუ როგორც ის პერიოდი იყო და ეს პერიოდი არის და კიდევ სხვა პერიოდები იქნება ყველაფერი საბოლოო ჯამში იმედი მაქვს რომ კარგად იქნება და საბოლოო ჯამში იმედი მაქვს რომ ხო სიმართლე და სიკეთე გაიმარჯვებს როგორც ხდება კარგ ფილმებში ხო კეთილ ფილმებში კარგი გამოსვლა ხო ხო რჩევა ძალიან უმადური საქმე არის იმიტომ რომ მე დავაკვირდი რომ რჩევები როგორ არ მუშაობს, მაგრამ შეიძლება პირდაპირ არ იმუშაოს, შეიძლება შენ ძალიან თავდაჯერებით და მტკიცედ გწამდეს რა რჩევას საძლევ ადამიანს. მაგრამ ის რაღაცნაირად ვერ მოერგოს რა სხვების ცხოვრებას. აი ადამიანები ცდებიან ხოლმე, როცა მათთვის სამაგალითო პერსონაჟების ცხოვრებას მოირგებენ ხოლმე, ცდილობენ რომ მოირგონ და ისე იქცებიან, ისე ლაპარაკობენ და ისეთ ნაბიჯებს დგამენ როგორც ისინი და მე აღმოჩნდებიან რომ არა ეს სხვანაირი სხვა ცხოვრება და სხვა დრო და სხვა კონტექსტია. მაგიტომაც ძალიან გამჯერსია ვერ გავკადნიერდები რომ რამე რჩევა მოქს და ერთადერთი სურვილი იქნება განსაკუთრებით თქვენი თაობის მიმართ ის რომ
პირობითაც ჩემხელები რო იქნებით აღარ მოგიწიოთ იმავე რუსთაველზე დგომა შეიძლება მოგიწიოთ და ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ არც დემოკრატია და არც კეთილდღეობა არ არის არც თავისუფლება სხვათა შორის არ არის მუდმივი, რომელიც მოიპოვე და მორჩა. აი მაგალითად საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ აღმოჩნდა რომ თლად თავისუფლები ვერ ვიყავით და არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ანუ გამოდის რომ აქ თავისუფლებისთვის მუდმივად უნდა იბრძოლო. აი ხო ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რომ 25 თებერვალს, რომელიც მემორიალური დღე უნდა ყოფილიყო, აღნიშნავდით იმ ვითარებაში, როცა იგივე ხდება დღესაც. უბრალოდ კი არ შემოდიან, აქ არიან უკვე. ხო და ეგ სურვილი მექნებოდა, რომ თუ რუსთაველზე იდგეთ, რომ გაუმჯობესება მოითხოვოთ კარგის და არა კატასტროფიდან ამ ქვეყნის დახსნა. ეგ ერთი და ასევე სურვილი მექნებოდა, რაზეც წეღან ვილაპარაკეთ, რომ მე მართლა გულწრფელად მწამს, რომ ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს ამ ტერიტორიის ძალიან პატარა ტერიტორიაზე. შეუსაბამოდ, თუმცა ჭყალებში, გასაკვირად ბევრი ნიჭიერი ადამიანი და რაზეც წეღან ვილაპარაკეთ, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ ყოველდღიურად, რასაც გააკეთებთ, ამან მოგიტანოთ სიამოვნება და ბედნიერება, რაც თავარია და თუ სხვებისთვისაც იქნება ბედნიერების და სიკეთის მომტანი, რასაც გააკეთებთ, მაშინ პირდაპირ მნიშვნელობით გვეშველა და მე მგონია რომ ეგრე იქნება. არა მხოლოდ გისურვებთ, არამედ მაგის ჯერა კიდეც. მე ოპტიმისტი ვარ, თქო, მეც არ დამეჯერებ. ხო, მეც ცოტა ოპტიმისტი ვარ. მაგრამ მე მგონია ეგრეც უნდა იყო. იცი რა სხვა შემთხვევაში ცოტა რთულია სხვა შემთხვევაში ცხოვრება რა. რაღაც ხო, მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მგონია სულ ვამბობ, აი რაღაც იქნება. მაშინაც კი როცა რაღაცის შანსი არ არის, ვამბობ რომ რაღაც იქნება, მაგრამ მე მგონი მთელი აზარტიც მაგაშია. აზარტი კი არა, სხვა გზა არ გაქვს რა. სხვა შემთხვევაში აბა მაშინ უნდა იმასქნა რომ აი ერთი დღეს მივაძაღლე და ხვალიდან იგივე და ყოველ დღე ეგრე იქნები და არა რაღაც იმედი უნდა გქონდეს. თავარია რომ ზომიერება და სიფრთხილე მოზომილი იმედები გქონდეს. კი. გასახმები. კარგი, შეგვიძლია დავასრულოთ ეს ეპიზოდი. აბა წარმატებები და მადლობა მოწვევისთვის. შენ წარმატებები ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი სტუმარი. ძალიან არაფრის.